კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე, მე გიორგი გაბუნია ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირისპირ შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე საუბრობდნენ. ამ წუთებში კი ვაშინგტონში ნიკა გილაურისა და ჰილარი კლინტონის ერთობლივი ბრიფინგი მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Good morning, everybody, and welcome to the second omnibus meeting of the U.S.-Georgia Charter Strategic Partnership. I want to extend a special warm welcome to his delegation. We will have a full day of activities between our delegations today. But before that, we are honored to begin with some remarks by the Secretary of State. Thank you very much. Secretary Gordon, and let me welcome warmly the Prime Minister and this very distinguished delegation here for the second annual omnibus meeting under the U.S.-Georgia Charter on Strategic Partnership. One of my goals as Secretary of State was to broaden our relationship and to look for the opportunity that comes with a strategic partnership. შესაძლებლობები, რაც თან ახლავს სტრატეგიულ პარტნიორობას მთავრობის მეთაურების ქვემოთ და მთავრობის უშუალოდ მოქმედ წევრებს შორის. აქ არის ოთახები, სადაც ჩემი მთავრობის წევრები და თქვენი მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან მთელი დღის განმავლობაში. დიახ, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებებს, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრს იმუშავებენ. შეხვედროდი ბატონ გილაურს ჩემი თბილისში ვიზიტის დროს და შეხვდი ბატონ სააკაშვილს ნიუ-იორკში მისი აქ ყოფნის დროს. დღეს დილას შეხვედრება, რომელიც გავმართეთ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დიდი მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობა დამყარებულია საერთო ღირებულებებისა და ინტერესებზე. ქარტია, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა 2009 წლის იანვარში ხელი მოაწერეს, მოგცა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც მიხედვითაც ვითარდება ჩვენი თანამშრომლობა და დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას ვიმუშაოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. შეერთებული შტატები ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ეს ძირითადი ხაზია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და მთავარი ამოსავალია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისას. შეერთებული შტატები რჩება ერთგული საქართველოს სურვილისა გახდეს ნატოს წევრი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ძალიან კარგად უჭერთ მხარს საქართველოში ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას, რომელიც განსაზღვრავს ნატოსთან საქართველოს ურთიერთობას და ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს რეფორმებს თავდაცვის სფეროში, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს დაახლოებას ნატოსთან და ასევე საქართველოს მონაწილეობას ISAF-ის ოპერაციაში და ავღანეთში მშვიდობის დამყარების მცდელობაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ამ მცდელობებს. 750 ქართველი სამხედრო მოღვაწეობს ამ სამშვიდობო ოპერაციაში ამერიკელი სამხედროების გვერდით და კიდევ 200 დამატებით არის ფრანგ სამხედროებთან ერთად. ისინი ეხმარებიან ავღან ხალხს და ავღანელ ხალხს უფრო მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში და ერთად ებრძვიან ტერორიზმის საერთო საფრთხეს. ჩვენ ძალიან შევწუხდით გასულ კვირას, როდესაც თქვენ დაკარგეთ 4 ქართველი ჯარისკაცი, ძალიან შეგვაწუხა ამ ფაქტმა და მანამდე იმ ფაქტებმა, რომელიც მოხდა და გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და გადასცეთ ის ქართველ ხალხს ამ დანაკარგთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ, მოუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები და შეასრულოს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სხვა პუნქტები.
კითხვები. საქართველო რჩება ჩვენი პარტნიორი განსაკუთრებით ჟენევის პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ცდილობებს ამ პროცესების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვცდილობთ განმათავისუფლოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც ნაწილი ჩვენი ვალდებულებებისა, რომ საქართველო გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი, ჩვენ განვაგრძობთ თქვენთან მუშაობას, რომ განვავითაროთ საქართველოს დემოკრატია. დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები და დამოუკიდებელი ინსტიტუტები არის სწორედ გრძელვადიანი სტაბილურობის მთავარი ნიშანი საქართველოში. ეს 100 ამერიკულ შეერთებულ შტატებში და იგივეა საქართველოშიც. საქართველოს დემოკრატიამ განიცადა მრავალი წლის ბოლო 7 წლის განმავლობაში და სახეზე აშკარა პროგრესი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის პოლიტიკური კონკურენციის, ფონდების მოძიების და ასე შემდეგ. და მათ შორის ყველა შესაძლო გამოძიებაზე, რომელიც მაისის არჩევნებზე შესაძლო მომხდარ იყო დარღვევებზე ამასთან დაკავშირებით. მაისის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობისა სწორედ ამის ნიშანი იყო. არჩევნები, რომელიც 2012-ში და 2013-ში საქართველოში ჩატარდება, უნდა იყოს სწორედ იმის ნიშანი, რომ საქართველო არა მხოლოდ ასრულებს, არამედ აჭარბებს კიდეც იმ მოთხოვნებს, რომელთაც დასავლეთის საზოგადოება თქვენს ქვეყანას უყენებს და რომ საქართველო ნამდვილად ღირსია იმ მოდელობისა, რომელიც როლსაც ისასრულებს რეგიონში. ჩვენ კვლავ სურს განვაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციასთან მუშაობაში. საკონსტიტუციო რეფორმები არის ყველაზე თვალნათელი მაგალითი იმისა, რაც გამოწვევა საქართველოსთვის დღესდღეობით და ეს არის ყველაფერი იმის ნიშანი, თუ რას მიაღწიეთ თქვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გრძნობს ამ ყველაფერს და დაასრულებს საკონსტიტუციო პროექტის განხილვას წარმატებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას საქართველოში ამ სისტემების დასახვეწად და მოდით კიდევ ერთხელ მომეთ შესაძლებლობა მადლობა უთხრა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ აქ იყო და სურს დაამთავროს, სადაც დავიწყე. ჩვენ ღრმად ვაცნობიერებთ ამ პარტნიორობის ვალდებულებებს, საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებად რჩებით და ქართველი ადამიანების მხარდაჭერად რჩებით და ჩვენ მადლობელი ვართ ამ შესაძლებლობისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ბევრ დონეზე, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ადამიანების დონეზე თქვენ საზოგადოებებში. და ის ცვლილებები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, სურს რომ გაუზიაროთ ჩვენს ადამიანებსაც, ჩვენ საზოგადოებასაც, ინვესტორების ჩათვლით, რომლებსაც ჩვენ მოუწედებთ, რომ კიდევ უფრო კარგად დააკვირდნენ საქართველოს და standing by and urging on and cheering for the changes that თქვენთან ერთად სურს გავიზიაროთ ის ცვლილებები, ის წარმატებული ცვლილებები, ყველაფერი იმისა, თუ როგორ ხდებით რეგიონში, მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა გავითარდეს ქვეყანა. დიდი მადლობა ქალბატონ სახელმწიფო მდივანო. დიდი მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ აქ და პირადად ჩემთვის თანათავმჯდომარები იყო ამ კომისიისა. დიდი მადლობა პირადად თქვენ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ რთული დროის განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ყველგან განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე ასე მტკიცედ იცავთ. თქვენი მთავრობისა და პირადად თქვენი მადლიერი ვართ ასევე ფინანსური და ეკონომიკური დახმარებისთვის, რაც შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. მე უნდა ვთქვა, რომ ბოლო 2 წელი საქართველოს ეკონომისთვის იყო განსაკუთრებით ძნელი, მაგრამ აღდგენა პროცესების ასახეზეა. things behind it. One is international financial institutions. და ამის მიზეზი ორია. ერთი არის საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ფინანსური და ინფრასტრუქტურული, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს გახდეს მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი ჩვენს რეგიონში და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. მე უნდა ვთქვა, რომ ამ რეფორმებთან ერთად საქართველო უკვე გახდა ერთგვარი მოდელი რეგიონში.
რომელიც სადაც ქვეყნები ჯერ კიდევ ფიქრობენ პოსტსაბჭოთა მეთოდებით და სწორედ ამ რეგიონში საქართველო გახდა მოდელი იმისა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, როგორ უნდა გქონდეს თავისუფალი ბაზარი და ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს წარმატებული. ამ ყველაფრის გამოცდილება კიდევ უფრო შეიძლება და ამ გამოცდილების ექსპორტირებაც. მაგრამ ამის გასაკეთებლად ჩვენ გვჭირდებათ დამატებითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, მაგრამ გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ ვართ აქ. მხარდაჭერა ეკონომიკაში, განათლებაში და უსაფრთხოების საკითხებში. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ next year's projects ჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც შემდგომ წლებში განვახორციელებთ. Where we were talking about possible which can be established in Georgia, which საქართველოში დავაფუძნოთ დიდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც იქნება ერთგვარი ცენტრი აზროვნებისა რეგიონში. Right now, for example, სწორედ ახლა ჩვენ up to 1000 English language teachers ჩამოყვავს კანადიდან 1000 ქართველი მასწავლებელი ინგლისური ენისა, რომლებსაც ვანაწილებთ საქართველოს სოფლებში, რომ მათ სწორედ შეძლონ ბავშვები აღზარდონ სწორედ ამ დასავლური ტიპის აზროვნებით და ასწავლონ მათ ენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება შევხვდეთ, გავხდეთ ერთგვარი ცენტრი ენერგეტიკული პროექტებისა, მათ შორის ბევრი ნავთობ და გასადენები, რითაც აღმოსავლეთ და დასავლეთს უკავშირდება და კასპიის ზღვის ნავთობის შესაძლებელია გავიტანოთ ევროპაში. რა თქმა უნდა, ტრანზიტის საშუალება ძალიან დიდია და ჩვენ ასევე ვართ ელექტროკავშირის ექსპორტიორები და გამტარები. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამის მსგავსია, შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებისთვის საბოლოო ჯამში. Liquefied natural gas and compressed natural gas stations. და სხვადასხვა პროექტები, რომელსაც ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩვენ განვახორციელებთ, მაგალითად შავ ზღვაში თხევადი გაზის მოპოვება და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა ევროპული ქვეყნებისთვის და მთლიანად მსოფლიოში, რაც ასევე დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო გაამყაროს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები. კიდევ სურს ვახსენო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია შეერთებული შტატების და საერთაშორისო საზოგადოების ავღანეთში. ავღანეთი ძალიან კარგი მაგალითია ამ თანამშრომლობისა სამწუხაროდ ჩვენ გქონდა დანაკარგი რამდენიმე დღის წინ და დიდი მადლობა ამის აღნიშვნისათვის. ნატო არის სხვა საკითხი, კიდევ ერთი საკითხი დამატებით, ყველა მიცის საქართველოს მისწრაფეების შესახებ ნატოში გაწევრიანდეს და დიდი მადლობა ამ საკითხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ასევე ველით თქვენს განსაკუთრებულ მხარდაჭერას ნატოს შემდეგ სამიტზე. დიდი მადლობა რომ ხარს უჭერთ საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილმა ამ სტრატეგიას უკვე დაუჭირა მხარი და მოიწონა ეს. საქართველო მოწადინებულია და შექმნას თავისუფალი საზოგადოება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზეა დამყარებული და ამ მიმართულებით ბევრს მუშაობთ. შესანიშნავი მაგალითია ამ სფეროში თანამშრომლობის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა უკვე შემოვიდა ძალაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია სამომავლოდ სწორედ ამ სფეროს განვითარებაში და რაც საშუალება მოგვცა შეგვიმუშავებინა სწორედ ესეთი თანამშრომლობის ფარგლებში. ეს კომისია ძალიან კარგი ინსტრუმენტია მივახციოთ ახალ მიზნებს, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ეს გუნდები, რომლებიც იმუშავებენ დღის განმავლობაში, მათ ეცემებათ საკმაოდ დრო და საშუალება იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები განახორციელონ ჩვენ ურთიერთობებში სამომავლოდ. დიდი მადლობა. Thank you. Thank you very much. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალყურს ჰილარი კლინტონისა და ნიკა გილაურის ერთობლივ ბრიფინგს.